ჩვენ შეიძლება ალლას უზენაეს ჩვენი თავი სხვა ნებისმიერ ქვეწარმავლადაც გაეჩინა, ცხოველადაც გაეჩინა, მაგრამ განსხვავებულად ალლას უსაურო დიდი მადლობა ადამიანად გაგვაჩინა ჩვენ. ალჰამდულილაჰი რობილ ალამინ. ამის შუქრს ვერ მოვიტანთ ჩვენ. ამიტომ ჩვენ გაჩენილები გამჩენის ხათრიზა უნდა გვიყვარდეს და გამჩენის ხათრიზას მაგენსაც უნდა შევხედოთ როგორც გაჩენილებს. ალლა შეეძლო ჩვეულებრივად მაგალითად, რა ვიცი, ბოდიში ამ სიტყვის და რა ვიცი, შეეძლო გაეჩინა ძაღლად, ასე რომ ვთქვათ. ან კიდე რა ვიცი, სხვა ნებისმიერ ცხოველად, მაგრამ გასვამბობთ კიდე ერთხელ გეუბნებით ადამიანებად გაგვაჩინა ალჰამდულილაჰი რობილ ალამინ. არაბეთში ერთი ძალიან ისეთი გაჭირვებული ადამიანი ყოფილა და მივიდა პური იყიდა, ერთი პური იყიდა და სახში მიაქვს. და გზაში დაინახა, ძაღლი დაინახა ერთი და ასია და ერთი-ორი ნაჭერი გადაუგდო, პურის ნაჭერი აი ამ ძაღლს. და შეხედა რომ ისე ძალიან მშიერი იყო რა და თანაც იმ სოფლის ძაღლებიდან არ იყო, ანუ სხვა სოფლიდან მოსული ძაღლი იყო, ანუ არ ეცნობოდა ეს ძაღლი. მერე ნახევარი პური გადაუგდო. და იმხელა დამშიებული იყო რომ რა ვიცი, ასე რომ ვთქვათ, გიჟივით ჭამდა აი ამ პურს. შეეცოდო ეს ძაღლი და მთლიანი პური გადაუგდო და მეზობელმა დაინახა და თქვა რომ კი მაგრამ სახში რა უნდა ჭამოთო და ხო ვიცი რომ გაჭირვებული ადამიანი ხარ და სახში რა უნდა მიიტანო. იმანაც უთხრა რომ ჩვენ დღეს ალლაის მაყოფილებისთვის ნიეტს გავაკეთებთ, ანუ ზრახვას გავაკეთებთ და ვიმარხავთო. და აი ამაზე შემყურვალე ამის გამჩენიც და ჩემი გამჩენიც ერთადერთი ძლევამოსილი ალლაჰი არის. ამიტომ მე ამას დავეხმარებო თქვა. ახლა ჩვენს რა უნდა ვქნათ? ცხოველების მიმართაც უნდა ვიყოთ როგორები? გულკეთილები, ასე რომ ვთქვათ. ესე იგი, გამომდინარე აქედან თითოეულმა ჩვენგან მაყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენს ქმედებებს და შესაბამისად საზოგადოების წევრებს, რომლებიც ჩვენზე ახდენენ დაკვირვებას. შევუქმნათ მათ რეალური წარმოდგენის უნარი. ჩვენში დაინახონ არა უბრალოდ ადამიანი, რომელიც დროისა და გარემოების მიხედვით სასურველ პოზიციას დაიჭერს, არამედ ჩვენი სახით იხილონ მორწმუნე, უღალატო, მტკიცე, სანდო და ერთგული ადამიანი. ჩვენში დაინახონ ისეთი პიროვნება, რომელიც მათ იმეს არასოდეს გაუცრუებს. ანუ ჩვენ თუ თქვით მუსლიმანები ვართ, ჩვენ თუ თქვით მორწმუნეები ვართ, ჩვენში ადამიანებმა მართლა უნდა დაინახონ ეს მორწმუნე ადამიანი, გამიგეთ? ანუ ჩვენ ვთქვათ ერთი რაღაცა და გავაკეთოთ მეორე, მაშინ ეს ჩვენ არ შეგვშველის თვითფასებო.